იცი რა შესაქმე ვიკა რაღაცა მე სრულიადად არ მიყვარს ის რაც ხდება სამწუხაროდ საქართველოს თავს, იმიტომ რომ ერთი რაც შეიძლება ყველაფერი შეიძლება თქვათ ქართული ოცნების შესახებ, მაგრამ ნამდვილად უნდა დავუფასოთ მათი თანმიმდევრულობა. არის ძალიან თანმიმდევრულები და ჩემთვის ახლა მე გარედან ვუყურებ მოგეხსენებათ ამ ამბებს, ვუყურებ არ ვარ საქართველოში, შორიდან ცოტა უფრო ემოციური დისტანცია არის და რაღაცები უფრო მარტივად კი არა და უფრო ცხადად ჩანს ხოლმე როგორც წესი. და ასევე ყოველდღიურად არ ვარ ჩართული სამწუხაროდ თუ დაბედნიეროდ არ ვიცი ალბათ ორივე ერთად. შესაბამისად, აი ჩემთვის ძალიან თანმიმდევრულად იქცევიან, სრული ილუსტრაციაა გაკეთებული უკვე კაი ხანია, არაფერი ახალი არ არის ჩემთვის, გამიკვირდებოდა პირიქით რა ყოფილიყო. უბრალოდ აი ახლა ველოდები და ვუყურებ რამდენად და როგორ ქვევით შეიძლება თურმე დაეცეს მთელი ეს სისტემა, ხალხის ჯგუფი, ადამიანები, რომლებსაც ბევრს ვიცნობ და ასე შემდეგ და პრინციპში ვისთანაც ასევე მუშაობდი 5 წლის განმავლობაში, როგორც საქართველოს ელჩი მოგეხსენებათ 2013-2018 წლებში ვიყავი. ამიტომ ჩემთვის ეს ყველაფერი არის ლოგიკური. ძალიან ლოგიკურია, კონტექსტი არის შემდეგი, კურსი არის ცალსახად რუსეთი. ვაკეთებთ იმას, რასაც აკეთებს რუსეთი. რუსეთი მეგობრობს ირანთან. მეგობრობთ ირანთან, რუსეთი არ მეგობრობს ამერიკასთან, ჩვენც აღარ მეგობრობთ ამერიკასთან. რუსეთს არ უნდა ევროპა დასცინის ევროპას და ცდილობს რომ ევროპის ასე ვთქვათ სიმტკიცეს და ერთიანობას რაღაცა ესეთი რყევები შეიტანოს მასში. ასევე ვაკეთებთ ჩვენს იგივეს პერიფრაზებს ვაკეთებთ, ერთ-ერთში ვიმეორებთ სიტყვებს, ფრაზებს. ანუ რა არის ამაში გასაკვირი აბსოლუტურად ჩემი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური, ძალიან ნორმალური. კაფეო პოლიტიკის ნაწილი. კი ბატონო. კი, კაფეო. და არა რაღაც რო შემთხვევით ბოჭორიშვილის მოადგილე აღმოჩნდა რაღაცა, რა თქმა უნდა გეგმა ზომიერი პოლიტიკის ნაწილია. სხვადასხვა ჯო ვილსონსაც ჰქონდა ამაზე განცხადება უკვე. არა, მეცაც გეტყვით, აი ეს მოადგილე, რომელსაც ასევე ძალიან კარგად ვიცნობ და ასე ვთქვათ, ვითანამშრომლია, ერთ სისტემაში ვიყავით გარკვეულ პერიოდში, ძალიან პიროვნულად კარგი ადამიანია, ასე შემდეგ, არ მგონია საკუთარი ინიციატივით მისულიყო იქ. ანუ მას ჰქონდა დავალება გააკეთა ეს დავალება შეასრულა ისე როგორც საჭირო. ანუ იმის თქმა მინდა რომ აქ გაიცემა ის ბრძანებები რომელიც მიდის ერთი ასე ვთქვათ მე იცით რა მიყვირს ყველაზე მეტად ის რომ საქართველოსდან ამისი აღქმა ბევრად უფრო აღმოჩნდა რომ რთულია ვიდრე გარედან. გარედან ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი. მინდა გითხრათ რომ უარესსაც ველი და საერთოდ ველი რომ სექტემბრიდან რაღაცა რადიკალურად ჩაიკეტება ქვეყანა. ხო აი ამაზე საუბრობდა წინასწარ არის რომ ტრაექტორია ყოველ შემთხვევაში ამაზე მიუთითებს. არა, რადიკალურად მძიმდება. კი ბატონო, ეკა. მე აუცილებლად უნდა შეგეკითხო ამ შესაძლებლობას ვერ გამოვტოვებ. აი დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის უკვე ჰადადის განცხადება იყო გუშინ, ამასთან დაკავშირებით რაზე მეტყველებს ეს, რაზე მიუთითებს, ნიშნავს თუ არა, რომ განსხვავებული ფორმატი ვიხილეთ, ხო, ჩვენ, როდესაც საქართველოზე საუბრობდნენ. განსხვავებული ფორმატი ვიხილეთ, უფრო ვიწრო ფორმატი ვიხილეთ, რაღაცა უფრო არაფორმალური მე ვიტყოდი, რაღაც თვალსაზრისით ძალიან კარგია. არა, ვთვლი რომ ცოტა დაგვიანებულიც არის, მაგრამ ევროპას დიდი დრო სჭირდება ხოლმე რომ რაღაცა რეაგირება გააკეთოს და შესაბამისად მე ყველაზე ძალიან აქედან ის მიხარია რომ არ დაავიწყდათ ჯერ კიდევ საქართველო. მოდით რეალისტები ვიყოთ, ხალხი 200-ზე მეტი დღეა, ზუსტად არ ვიცი სამწუხაროდ, გარეთ არის და აპროტესტებს იმას რისი წინააღმდეგაც არის, ქვეყნის ახალი კურსი არ მოსწონს საგარეო პოლიტიკის მიმართებაში. შესაბამისად ძალიან კარგია რომ ევროპა ამას აქცევს ყურადღებას, მაპატიეც არის შემოვიდა, უნდა არა უშავს. და ხო, არ ვიცი ხა როგორ ავარ ამოვყირავდი ხო მე. ამოვყირავდი, მაგრამ დაგელოდებით რომ ჩადგე. Deep State-ის ამბავია მე მგონი ეკა. ზარი იქიდან ხوار შემოგივიდა. მაგრამ წესით მე ხო უნდა ვიყო Deep State-ი ხო თუ არ ვიცი როგორ ხდება ეს. მაგაში ვერ გავერკვევით. ხლა. მაშინ FSB-ი უნდა იყოს მე თუ კითხა. უბრალოდ ალბათ ხო და
არა, ნუ რა საუბრობდით, რომ ჩემი აზრით კარგია, რომ საქართველოს არ მე რაღაცა ვცდილობს პოზიტიური დავინახო და მაქსიმალურად მგონია იმის გაგრძელება, რაც ხდება საქართველოში, შიდა პროტესტები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ერთადერთი, რასაც ეჭიდება ევროპის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობა სხვადასხვა ქვეყნის და ამაზე აპელირებენ, იმიტომ რომ სხვა დანარჩენი აბსოლუტურად ამოკეტილია, ხო? სხვა პლატფორმა არ არის, ერთი პრეზიდენტი, ალბათ საულმე, რომელიც გადის და საუბრობს მათთან და დანარჩენი ის ხალხი, რომელიც გარეთ დგას და ითხოვს დაჟინებით პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს. არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ ითხოვს ხალხი. ამიტომ ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს ეს პროტესტი, რა თქმა უნდა. და მეორე მხრივ ევროპაც უნდა იყოს ადეკვატური, ხო? მესმის, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგანან ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იქნება საქართველოს ამ შემთხვევაში მიტოვება. არ იქნება ეს ჭკვიანური და საზრიანი ევროპის მხრიდან და მივესალმები იმას, რაც მოხდა, უფრო მეტი გვინდა ასეთი ტიპის განცხადებების შეხვედრები და უფრო მეტი ზეწოლა ოცნების თავების წარმომადგენლებს.